ჰადსონის ინსტიტუტი ახალ კვლევას აქვეყნებს და ამბობს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა საქართველოში გეგმა ზომიერად და ორგანიზებულად გავლენასა და გავლენის ინფრასტრუქტურას აფართოებს. კვლევის ავტორების თანახმად, ბოლო წლებში თეირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული აქტივობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყანაზე გავლენა მოახდინა. კვლევას სამმარტს გამოქვეყნდა და მისი სათაურია საქართველოს ირანული შეტრიალება, თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში. ავტორები ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ლუკ კოფი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი არიან. ავტორები წერენ, რომ პარტია ქართული ოცნების მეთაურობით მთავრობა უფრო ავტორიტარული გახდა და ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებთან, კონკრეტულად კი რუსეთთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო მჭიდროდ დაახლოვდა. კვლევის თანახმად, რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორიცაა აჰლ-ბეითის მსოფლიო ასამბლეის ფილიალები და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას. ირანული უნივერსიტეტის ფილიალზე, რომელიც თითქმის 15 წელია საქართველოში ფუნქციონირებს, რადიო თავისუფლება 2025 წლის დეკემბერში წერდა. საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის და ირანის მზარდი ყოფნა ქვეყანაში კიდევ უფრო ძირს უთხრეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს შემდეგი გზებით. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სტრატეგიული სიღრმის შესუსტება ევრაზიაში, ირანის მიერ სანქციებისგან თავის არიდების ფინანსური ნაკადებისა და ფარული ლოჯისტიკის შესაძლო ხელშეწყობა. რეგიონის ძირითად მოსახლეობაში ანტიამერიკული იდეოლოგიის ნორმალიზება, დაზვერვის რეკრუტირებისა და პარამილიტარული მობილიზაციისთვის ნაყოფიერი ნიადაგის შექმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესების საფრთხეში ჩაგდება ირანის გავლენის მთავარი მილსადენების მახლობლად განთავსებით. გარდა ამისა, საქართველოს ირანისკენ მისწრაფება უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადაჯგუფების ნაწილია, რომელიც მოიცავს მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირებს. ეს ცვლილება ასევე ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს სამართლებრივ ზეწოლას პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და ანადგურებს ტრადიციულ დასავლურ პარტნიორობას. დასავლეთის პოლიტიკის შემქმნელებმა ვერ შეამჩნიეს ირანთან დაკავშირებული ქსელების გაფართოება საქართველოში, რომელიც ოდესღაც ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე იყო. ამიტომ თეირანს შეუძლია თავისი გავლენის გამტკიცება შეზღუდული შემოწმებით ან წინააღმდეგობით და დასავლეთს დიდი სირთულეები ექნება ამ ტენდენციის შეცვლაში. ჰადსონის კვლევას უკვე გამოეხმაურა ქართული ოცნება. კახა კალაძემ კვლევას ტყუილი, სიცრუე და ცილის წამება უწოდა. მისივე თქმით, ასეთი განცხადებები ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. არაფერი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ ხედავთ კონკრეტულ ადამიანებს ქვეყნის წინააღმდეგ რთულ საქმიანობაში არიან შემჩნეული. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, არანაირი კავშირი არ აქვს მათ ამ ქვეყანასთან, არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოსთან მიმართებით. ერთადერთი მათი მხრიდან ინტერესი არის როგორ გადადგან მტრული ნაბიჯები. ეს რა თქმა უნდა ძალიან დამაზიანებელია, არანაირი ფაქტი, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ტყუილი, სიცრუე, ცილის წამება. მე გუშინაც მკითხეს სხვადასხვა განცხადებებზე და იმ მოცემულობაში, რაც დღეს ხდება რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად მსოფლიოში თუ რამდენად დაძაბული და რთული ვითარება არის, ამ ტიპის განცხადებები არის ქვეყნის წინააღმდეგ მტრული საქმიანობა და შესაბამისი უწყებები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ. კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ ეკონომიკური შეღწევადობისა და სანქციებისგან თავის არიდების ქსელების მეშვეობით ირანი ცდილობს საქართველოს სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად აქციოს.